მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო უკვე მეორე სასამართლო პროცესი გაიმართა. დაბა ლაითურში მცხოვრები თენგიზ ფუტკარაძე სასამართლომ ვასილ მაღლაფერიძის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხყოფელი კომენტარისთვის 1500 ლარი დააჯარიმა. საქმე ეხება ამ წლის 11 ივნის გავრცელებულ ვიდეოს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სიმღერის დროს 10 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა და წაიქცა. სასამართლოს თქმით, აღნიშნულ საკითხზე მაღლაფერიძის მიერ გაკეთებულ კომენტარს თენგიზ ფუტკარაძე შეურაცხყოფელი სიტყვებით გამოეხმაურა. თავად ფუტკარაძემ სასამართლოს მისი ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯარიმის ნაწილში შეღავათი სთხოვა. სასამართლოს აღნიშნული თხოვნა არ გაუთვალისწინებია. მოსამართლე ია ბარამიძემ თენგიზ ფუტკარაძე 1500 ლარით მაინც დააჯარიმა. პარტია გახარია საქართველოსთვის 25 ივნის პარლამენტში მომხდარი შესახებ გამოძიების დაწყებას და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს. პარტიის აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავას მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების თანახმად, ქართული ოცნების დეპუტატების მიერ გახარიას პარტიის წევრების მიმართ ჩადენილი დანაშაული იყო წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ცნობისთვის ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს გახარია საქართველოსთვის დეპუტატებსა და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მომხდარზე კომენტარს აკეთებენ სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსებიც. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მომხდარ დანაშაულზე და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. ფაქტი ერთია, რომ ფასებთან, ნარკომანიასთან, კორუფციასთან, ოკუპაციასთან და საერთაშორისო პოლიტიკაში დამარცხებულ ოცნებას აღარ დარჩა არანაირი ინტელექტუალური რესურსი, არგუმენტები და კომპეტენცია, რომ სიმართლეს ძალადობისა და მოქალაქეების ციხეში გამოკეტვის გარეშე დაუპირისპირდეს. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველა იმ უსამართლო ჩაგრული ადამიანის სახელით, რომელიც დღეს განსხვავებული აზრის გამო ან ციხეშია, ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. მე არ მახსოვს პრეცედენტი, რომ საქართველოს პარლამენტში ჭუბი რამე სამართლებრივი გაგრძელება ამას მოყოლოდა და თუ ვინმე საკუთრავენ საქმეს, ისევ გახარიას პარტიას სერიოზულად მეკითხებით, რომ ქოჩები თავის დეპუტატებს საქმეს საკუთრავენ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ რამე მოხდება, მაქსიმუმ პირიქით იქნება. ოცნება უმოწყალოდ სცემს ქართულ ხალხს. და რა გასაკვირია, რომ ამას აკეთებდეს პარლამენტში. სამართლებრივი ჩარჩოდან დიდი ხანია გასულია ეს პოლიტიკური რეჟიმი და სამართლიანობასთან მის კანონმდებლობას აღარანაირი შეხებაც კი არა აქვს. შესაბამისად, მე არც იმის მჯერა, რომ შეიძლება ვინმე რამე გამოიზიოს და არც იმისა, რომ ოცნება ასეთ უმსგავსობას ხვალდაზე თავს გაანებებს. ამ პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელვაძეს. მანამდე ფიზიკური დაპირისპირება აყოფილა. ეს არის ფაქტი. როდესაც უკვე ბოდიში ამის პირდაპირ თქმისთვის დედის გინებაზე გადავა საქმე და ჭუბი ამწყდარია, იქ ახლა რაღაცის გაკონტროლება არის ძალიან რთული და ქართველები ვართ ახლა მართლაც ის ხო არ არის. მართლაც ხო არ გადავჯიშდით არა. ამას თუ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, ისინი დაიწყებენ ამის შესწავლას, მაგრამ პირველი ხელი ვინ გაიქნია, ის არ დაავიწყდეთ და თუ იმის კაცის გაწირვას აპირებენ, ერთმა ხელი მოუმართოთ. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივ მოქმედმა კომისიამ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 700 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალ ტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ნარკოტიკების განადგურების პროცესი გარემოს დაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის. ასევე რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მოადგილეებთან ერთად გურიის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის რეგიონში სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა, გაგაცნობთ ტემპერატურას კონკრეტული ქალაქების მიხედვით. ოზურგეთში ხვალისთვის მოსალოდნელია 26 გრადუსი სითბო. ჩოხატაურში უფრო მაღალი იქნება სითბოს მაჩვენებელი და დაფიქსირდება 28 გრადუსი. ლანჩხუთში იქნება 29, ხოლო ურეკში ვარაუდობენ 27 გრადუს სითბოს. ბახმაროში კი ხვალისთვის ნავარაუდებია 14 გრადუსი, რაც შეეხება თბილისს. თბილისში ხვალ ყველაზე მაღალი იქნება ტემპერატურა ჩვენს რეგიონთან შედარებით და დაფიქსირდება 29 გრადუსი. მე ამ ინფორმაციით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებით.